დავიბადე ქალაქ თბილისში, არაჩვეულებრივ უბანში ვერაზე, ბაქრაძის 11 ნომერში. ბაქრაძის ქუჩაზე გავიზარდე. დავამთავრე 53 სკოლა. მერე ჩავაბარე უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. 82-ში დავამთავრე. და გავიზარდე ამ უბანში ვერაზე. არაჩვეულებრივი ბავშვობა და ახალგაზრდობა მქონდა. კარგი ლაღი. უბრალოდ კარგი პერიოდი იყო. კარგი, ნამდვილად კარგი პერიოდი იყო რა. დიდი ხნის წინანდელი ამბავია და 30 წელი გავიდა მეტი. მაგრამ ყველაფერმა ერთობლიობაში რაღაცა ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა. ქვეყნის სიყვარული, ცოტა რომანტიზმიც იყო. აი ამ ყველაფერმა ერთობლიობამ გადამაწყვეტინა, რომ წავსულიყავი. და ყველაფერს მაინც როცა იხსენებ ხოლმე, ცოტა იუმორით თუ არ შეხედე, ცოტა ძნელია ისე მთლიანობაში, მთლიანად ცხოვრება რა და ამიტომ ერთი რაღაცა გამახსენდა ჩვენი მეგობარი კუკა ბითაძე, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი. და ახლა მე ვინც მიცნობს, ალბათ გიო გაბუნიასაც იცნობს რა და მოკლედ მე და გიო მივედით და სოსო ბაძაღოა მივედით. ბიჭები არიან შეკრებილები, თვითმფრინავი გველოდება აეროპორტში. უნდა წავიდეთ. მე გიო და სოსო ვართ. იქ კიდე ნაცნობები, ახლობლები, მეგობრები. ჩვენ ვართ, ვიცით რომ ამ თბილისელი ბატალიონის წევრები ვართ რა და უნდა წავიდეთ, გავფრინდეთ, მაგრამ ეს ხალხი იძახის, რომ ეს ბიჭები იძახიან, რომ კუკას გარეშე არ წავალთ. კუკა ვინ არის? არ ვიცი, არ ვიცნობ მანამდე კუკას ბითაძეს, ჩვენ ძმას, ჩვენ ოქრო ადამიანს. სამწუხაროდ გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ. ყველა იძახის, რომ კუკას გარეშე არ წავალთ. ნუ აი ველოდებით ახლა კუკას რა ველოდებით და გავიდა 5 წუთი, 10 წუთი, 15 წუთი, 20. ნუ კუკა არ ჩანს რა. ამ დროს იქ აეროპორტში გველოდება თვითმფრინავი რომ უნდა გავფრინდეს რა. სოხუმში. და უცბად ჩერდება ტაქსი და გადმოდის კუკა. გადმოდის ლომი მანქანიდან. აი ფილმებში რო არის რა, სხმული, აი რაღაცა, აი მთასავით კაცი. იარაღებით, ავტომატი, იარაღებით, ეს პატრონტაჟი, სისა, ეს რაღაცა. მართალი ხართ მეთქი. ამის გარეშე სოხუმში წასვლა არ შეიძლება მეთქი. მე კი სულ ველოდი რომ ეს წავა აუცილებლად ამის ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ ცოტა ბომბზე ვიჯექი რა, სულ ვიყავი მოლოდინში, მაგრამ რომ მოვიდა უკვე ის რომ გამოცხადდა უკვე რომ დაიწყო უბედურება სოხუმში და მოვიდა და ეს აი რა სახის ტყუილია ახლა ეს მივდივარ თუ როკის გვირაბის დასაცავად რა გვირაბის დასაცავად კი მივხვდი სადაც მიდის მაგრამ არ თქვა სხვათა შორის რომ მიდის სოხუმში უბრალოდ ესე ნუ მივხვდით ჩვენ მე რაღაცა იქ იმეილში სიები არსებობდა და იქიდან გამოდის სხვათა შორის იმ სიებში ეს ჩამოვიდა როგორც დაღუპულების სიაში მოვიდა მე არ ვიცოდი კიდე კაი რომ არ ვიცოდი ყველამ დამიმალა აღმოჩნდა რომ გარშემო ყველა მიცის ჩვენს გარდა მე დედაჩემო და მამაჩემო არ ვიცოდით მხოლოდ. მე ეგეთი პასუხი გამცა და მე ვეთანხმები. მე ჩემ შულს რა პასუხი უნდა გავცეოდე, სწორი იყო. როცა უჭირს ეგრე ქვეყანას იმ წუთას თან არანაირ ქვეყანას, აი არ ახარ არაფერი. დამდგარი არ არის ჯერ არაფერი და აი ესეთი რაღაცა ნუ მოგახვიეს თავს, სხვა გზა არ იყო. ეგ ხო ჩვენ არ გვინდოდა. ჩვენ დაუნებურად მოხდა. შესაბამისად არც მზად იყავი, არც ჯარი ყავდა სათანადო და აი თქვენაერ ბიჭებზე დადგა მაშინ ეს ყველაფერი. მახსოვს ჩემი ზუკა პატარა იყო,
ზუსტად გააზრებული მქონდა. ან დაუბრუნდებოდი, ან არ დაუბრუნდებოდი, ან ვერ დაუბრუნდებოდი. ამიტომ ზუკას მოვეფერე განსაკუთრებულად და მამი მეთქი ისოდე მეთქი მე თუ რამე მომივიდა შენ უნდა დარჩე ჩემაგივრად ოჯახში. პატარა იყო ზუკა შეიძლება არც ახსოვს, მაგრამ ეხლა კი რაღაცებს სიცილით ვიხსენებ, მაგრამ ხო, აბარა იუმორი გადაგვარჩენს. მაშინ არ ვიცი საერთოდ ეს რა იყო. სოხუმზე ძალიან თბილი მოგონებები მაქვს. იმიტომ რომ ალბათ ყველას ახსოვს გურამ გაბისკირია. გურამი მამა და ბაბუა ჩემი იყვნენ დეიდაშვილები და ბაბუა ჩემს ბავშვობიდან დავყავდი სოხუმში. ჩამბას ქუჩაზე ცხოვრობდნენ გაბისკირები, არაჩვეულებრივი სახლი ჰქონდათ. ბაბუა ჩემს დავყავდი თითქმის ყოველ ზაფხულს ვიყავით ხოლმე სოხუმში. ისე რომ კიდე განსაკუთრებული განცდა მაქვს ამ ხარის მიმართ, სოხუმის მიმართ. თუ არსებობს შეიძლება ესე თქვა რა, რომ აი 64 დედამიწაზე ალბათ აფხაზეთია რა. ესეთი სილამაზის მხარე ყოველ შემთხვევაში მე ახლა არა ვარ, არსად პრაქტიკულად არსად არა ვარ ნამყოფი, მაგრამ გონია რომ ესეთი სილამაზის მხარე ძალიან ცოტაა. ძალიან. რო ჩავედით სოხუმში ბაბუშერას აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი და ჩასულები არ ვიყავით, ბაბუშერას დაბომბვა დაიწყო. და მე მანამდე რომ ვახსენე ცოტა რომანტიზმი, ცოტა რაღაცა არსებობდა იმ ახალგაზრდებში, რომლებიც მივდიოდით, რო გვინდოდა რომ იქ ყოფილიყავით, ეს უცბად გადადის სადღაც უკანა პლანზე და ის რეალობა სულ სხვა არის. ვინც არ იცის რა არის ომი, ძალიან რთულია რომ აუხსნა. რა არის, რას ნიშნავს. ელემენტარულად ვერ მოუყვები იმ ხმას ელემენტარულს, აი იმ დაბომბვის ხმას. ძალიან რთულია და ძალიან ძნელია. ის სოხუმი ყოველ შემთხვევაში რაც მე მახსოვდა, ის სოხუმი აღარ იყო. ცოტა რთული კითხვაა ეს, იმიტომ რომ სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფები. იქ ომში სხვა სიტუაცია, აქ სხვა სიტუაცია. მაგას ვერ ახსნი ელემენტარულად, იმიტომ რომ ექსტრემალურ სიტუაციაში და გაჭირვებაში რა თქმა უნდა ხო ვიცით რომ რაღაცა მეგობარი ხო არის რაღაცა ქართული ანდაზები თუ რაღაცა სიტყვები რომ გამოიჩნდება გაჭირვებაში, მაგრამ ყველა მეგობართან ერთად ვინც აქ იყვნენ ერთად ხო არ წახვედით, იქ ნაწილი აქ დარჩა, ნაწილი იქ ვიყავით, მაგრამ ის რაც იქ ვნახე და ის მეგობრობა რაც ვნახე იქ სოხუმში, ხო, რაღაცა მაინც განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ის განსაცდელად რჩება, მაგრამ იმ შენ ძმაკაც რო იმ განსაცდელში გვერდში გყავს და შენ რო იმის იმედი გაქვს და იმას შენი იმედი, ეს კიდე სხვა განცდა არის რა. პრინციპში სიკვდილს უყურებ თვალებში ხო, ყოველ წუთას. ამიტომ ის კიდე სხვა რამეა ალბათ. შეიძლება სიტყვებით არ აიხსნას, მაგრამ ის განცდა კიდე სხვა რამე არის რა. ის განსაცდელი მაინც რაღაცა გამოცდილებას გაძლევს ამ ძმაკაცობაშიც და ამ გვერდში დგომაშიც და
არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღესაც მაქვს ეს განცდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა და ახალგაზრდა პატარა ბიჭი აღარა ვარ, როგორც იტყვიან, გული არ ბერდებაო, ღმერთმა ჩვენ ქვეყანას აშოროს ყველაფერი, მაგრამ ეს განცდა მაინც რჩება, რომ რაღაცა რო გაჭირდეს და რაღაცა მოხდეს და ჩემიანები, იზმაკაცები, რომელთანაც ერთად იქ ვიყავით, ყველა ამ აზრზეა, რომ ალბათ ისევ ერთად რაღაცას ეს ბებრები ვიზავთ რა. უკვე რო დაეცა სოხუმი და უკვე აი აბსოლუტურ სიგიჟეში ვარ და მე მემართება ხოლმე ვჩუმდები ესე დროს, როცა ვღელავ საერთოდ ჩუმად ვარ, რამდენადაც საერთოდ ძალიან აქტიური ტიპი ვარ და მოლაპარაკე, ეგეთ შემთხვევაში ვარ სულ ჩუმად. ანუ მთელი ის პერიოდი, მანამ ნიკუშა იყო სოხუმში, მე ვიყავი ჩუმად. არ ვლაპარაკობდი საერთოდ. ვიღაცები მიდიოდნენ, მოდიოდნენ, მიყურებდნენ თვალებში, იმიტომ რომ ყველა მიცის ეს ჩემი თვისება. მე დილის 6 საათზე ვჯდებოდი ერთ კონკრეტულ სავარძელში, რაღაც ერთი წერტილი მქონდა. არ ვიცი რაღაც ხო იცი ის რო იციან. სპორტსმენებმა იციან, აი რაღაც ესე კარგად დავცადე, გადავწყვიტე, რატო გადავწყვიტე, არ ვიცი, მაგრამ გადავწყვიტე რომ კარგად დავცადე და იმ წერტილში ვიჯექი დილიდან. და პერიოდულად ვისვამდი სხვადასხვა წითელ ლაკებს. აი რაღაცა ცოტა მე მგონი დაჩოჩებული მქონდა. სულ არ მახსოვს ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა, მართალი რო გითხრა. და რაღაც მომენტში უკვე რო დაეცა სოხუმი და რასაკვირველია ხა საშინელი განცდა იყო, მაგრამ მე მაინც თავში მინათებს რომ ვერაფერს ვერ ვიგებ ნიკუშაზე, იმიტომ რომ მთელი იმ ხნის მანძილზე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მაშინ გაწყდა ყველანაირი კომუნიკაცია, აი ადრე თუ იყო რომ რაღაცა ტელეფონით სადღაც ვიღაც რაღაცას რეკავდა, მაშინ იმ პერიოდში საერთოდ აღარ იყო არაფერი და ეხლა გავიგებ რომ ვიღაც იყო სოხუმში, დავრეკავ იქ ყველამ პასუხობს რომ კი, ნახე 27-ში ნიკუშა სიგარეტს ყიდულობდა სოხუმის ცენტრში და ფიქრობ ეს ნიკუშა არ ეწევა და ამ სოხუმის ცენტრში, დაცემული სოხუმის ცენტრში სიგარეტს რატო ყიდულობდა? ხოთი შენ თავს რო კითხოს ხო არ გაგიჟდა ეგეც, კაი მე გავგიჟდი მაგრამ და მე უკვე რომ მგონია რომ გამოვიდნენ, ნუ ვფიქრობ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რომ ნუ გამოსულები არიან სოხუმიდან და სოსობაძაღუა ნიკუშას მეგობარი ერთმა განათლოს ერთად იყვნენ მაშინ სწორედ და იმის ცოლი მირეკავს რომ არი დარდო, არი ნერვიულო, ჩემი ნათესავი შეხვდაო კელასურთანო და ესე წამოვლენო რა აფხაზეთის სვანეთით ივლიანო რა. ეს არის სადღაც 6 საკლი ალბათ 10-15 წუთი და 6 საათზე დაიწყო რუსული ვესტი და პირველი რითიც დაიწყეს რომ გამხეცებული ბრძოლები მიდის კელასურთანო და აი აქ მქონდა პირველად მოწყვეტა უკვე მთელი ამ ხნის მანძილზე მოვწყდი. რო ჩამოვედით, ახლა ფეხით გადმოვედით, ჭუბერამდე ფეხით ვიარეთ, მერე ჭუბერიდან მესტიაში აგვიყვანა ავტობუსმა, იქ მეორე ავტობუსი დაგხვდა. ჩამოვედით ქუთაისში გადავჯექით კიდე ერთ ავტობუსში და ჩამოვედით თბილისში. თბილისში რო ჩამოვედით დაახლოებით საღამო ხანია, ესე 5-6 საათია. და მივედი ვერაზე. კარზე რო დარეკა ზარი ფორმაშია და თავზე ქუდი ახურავს ფორმის და არ ჩანს. ენა ჩემი არ აღებდა კარს. იფიქრა რომ აი მე რაღაცა ცუდი ამბავი ხო არ მოაქვს. გამიღეს კარები და ნუ რო დამინახეს რაღაცა ცრემლები როგორც ხდება ხოლმე რა. აფხაზეთში ყველა ჩემი ეს 17 კაცი რომელიც ვიყავით ყველა ნაბიჯი მახსოვს მათი ყველა ეხლა აღარ მინდა ჩამოვთვალო სახელი და გვარებით 17-ვე დავბრუნდით, მაგრამ მე სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი გარდაგვეცვალა. კუკა ბითაძე, სოსო ბაძაღუა, მამუ კამინდიაშვილი, წინცაძე, ოქრო ადამიანი, ფისო, ძიმა მასი, თოფურიძე. ძიმა მას ვეძახდით ხოლმე, იმიტომ რომ სასტვენი ქონდა. ძიმას თოფურიძეს, ჩვენ არაჩვეულებრივი ბიჭს რა. და როდესაც
რაღაცა მიბაპანტულები ვიყავით და შეკრების ის რომ დადგებოდა ჟამი ეს ძალიან დიდ დისტანციებზე გვესმოდა ხოლმე ეს ისი სასტვენის ხმა და უცბად ვიკრიბებოდით ხოლმე ერთ ადგილას საიდანაც მოდიოდა ხოლმე ეს ხმა მინდა რომ გავიხსენო რა გიო ხუციშვილი ჩვენი ბავშვობის ძმაკაცი მეგობარი ორჯერ უნდა წავყოლოდი გიოს მაგრამ მომატყვილა იმიტომ რომ მითხრა რომ 2 საათზე კიროვის ბაღთან მოდი და წავალთ ერთად თურმე პირველ საათზე უკვე წასულები დამხდნენ ორჯერ და ბიჭო რას მერჩი მეთქი რა გიო რა მეთქი რა გინდა ეხლა ნუ მაინც ხო იცი რომ წავალ მეთქი რა და ეხლა შენთან ერთად წამოვალ რა თავი გამანებეო რა იქიდან რომ გადავრჩეთ და ჩამოვიდეთო შენი ცოლი მომკლავს ვაქავო რა და თავი გამანები ამიტომ კიდე წადი კიდე ნუ წახვალო რა მე ესე მგონია რომ რაღაცა 17, 18, 19, 20 წლის ასაკში რომ ხარ ხო როგორიც ხარ იმ წლებში ალბათ მთელი ცხოვრება იმ ღირებულებებით და იმ ფასეულობებით ცხოვრობ. დიდი არაფერი არ იცვლება, ელემენტარულად უბრალოდ გამოცდილება გემატება. თორე რაც ხარ ბიჭობაში, ახალგაზრდა რო ხარ, იგივე ხარ 60 წლის და 70 წლის ასაკშიც. ერთადერთი რაც გემატება გამოცდილება. რაღაცა თავს იკავებ, რაღაცა აღარ გეკადრება. ტვინი გეუბნება ამას. თორე გულით ზუსტად იგივე რაღაცეები მინდა რაც 20 წლის ასაკში. მე ზუსტად ვიცი, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს ვეტერანების, რისი საშუალებაც და რისი შესაძლებლობაც აქვთ. მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ახლა ჩემი რაიონის ვეტერანების განყოფილება, რომელიც გამგეობაში არის და თვითონ გამგებელი, ჩვენი მთაწმინდის რაიონის გამგებელი, იმიტომ რომ არ არსებობს დღესასწაული რომ არ დამირეკონ და ესეა, იმიტომ რომ მივდივარ ხოლმე ამ გამგეობაში, აი ეს ნობათები თუ ძღვენი თუ რაც ქვია რა. არის გადატენილი მთელი გამგეობა, აი დასარიგებლად ამ ვეტერანებისთვის. თავარი არის ყურადღება. და აი ამ ბიჭებს იქ განყოფილებაში მომუშავე ბიჭებსაც მადლობას ვეუბნები და ჩვენი რაიონის გამგებელსაც, რომ აი ეს ყურადღება აუცილებელია. იმიტომ რომ მარტო საქართველოსთვის არა, ვეტერანების პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის პრობლემატური თემაა. და მადლობთ მათ. არაჩვეულებრივი ბიჭები მუშაობენ აი ამ ვეტერანთან განყოფილებაში. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აუცილებელია. იმიტომ რომ ეს გამოცდილება ჩვენ მივიღეთ ზუსტად იმ 90-იანებში, როდესაც პრაქტიკულად ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ იყვნენ, ჯარის გამოვლობამ ბევრი რაღაცა ტკივილი მოგვაყენა. ეს გამოცდილება ყველა ბიჭს უნდა ქონდეს. ჩემი აზრით, ყველას. ორი 2008 წელია აი ეს საომარი მოქმედებები დაიწყო და ჩემი უფროსი ბიჭი ზუკა გამოიძახეს და ახლა რა თქმა უნდა ვღელავ რა უთხრა, რა გავაკეთო არ ვიცი და რა დაველაპარაკე მამი მეთქი რას აპირებ? როგორ რას ვაპირებ? უნდა წავიდეო. კი მამი მეთქი.
კი ბატონო. მაგრამ მეც წამოყვები მეთქი რა. ასე თუ ისე რაღაცა გამოცდილება მაქვს მეთქი და ერთად ჩავედით რიყეზე. იქ ჩაიწერეს გვარი სახელი იმას თვითონ ვინც იყო იქ სამხედრო პირი, იმასაც უთხარი რომ მე მამა ვარ მეთქი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ისე რომ მეც გავყვე მეთქი ამათ და ნუ ბუკვალურად თავცდით ამ იმ წასვლას იქ ცხინვალისკენ, იმიტომ რომ რაღაცა 1-2 თუ 3 საათში გამოაცხადეს რომ შეწყდა ეს გამოძახება და პრაქტიკულად იქ უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი ცხინვალში. რა თქმა უნდა, იქ მეომარი ქართველები არიან ვაჟკაცები. ეს ერთმნიშვნელოვნად ესეა. ვაჟკაცები არიან. ქართული მთავრობა აკეთებს ყველაფერს მაქსიმალურად. და ჩვენ ახლა მართლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, დანის პირზე გავდივართ. და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აქ არეულობა არ მოხდეს. აქ რაღაცა რომ მოხდეს, ხო? ისევ დაუბრუნდებით 30 წლის წინ, იმ 90-იანებში. იქ ყოფი ქართველები, ვინც არიან, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გავამეორებარე, ვაჟკაცები, მაგრამ ქვეყანა, როგორც ესეთი, ხო? მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ და მთავრობა და აკეთებს ამასაც. რომ დაიცვას თავის ქვეყანა იმ უბედურებისგან, რაც ხდება დღეს უკრაინაში. თორე უკრაინის ხალხი, რა თქმა უნდა, გმირი ხალხია. მე არ ვამბობ მთავრობას, უკრაინის ხალხი. ეხლა ვარ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობ. არის ესეთი სიპი დელტა ქვია. ყოფილი 31 ქარხანა. მუშაობ იქ. ეს მოხდა 2013 წელს სულ შემთხვევით. მაშინ უჩა ძუძუაშვილი იყო დირექტორი და დამირეკა და მივედი დამიბარა, მივედი და რაღაცებზე ნუ რო ვისაუბრეთ მითხრა რომ მოკლედ უნდა დაგნიშნოთო და მე ვთხარი ერთი კვირა მომეცით მეთქი მოვიფიქრებ მეთქი უცბად გაკვირვებულმა რას ნიშნავს მოვიფიქრებ დელტას დირექტორის მოადგილის თანამდებობა და თქვენ უნდა მე ბრძანება მაქვს რომ უნდა დაგნიშნოთ ხოლ ბრძანება არა მეთქი უნდა მოვიფიქრო რა მერე ჩემ დმაკაცებს რომ უთხარი ჩემ ახლობლებს რომ მეთქი ესე დამირეკეს მეთქი რა და კაცო მიდიო ნახეო რა და თუ შეძელიო რაღაც პასუხისმგებლობა ხო არის რაღაცა სადიო ნახეო რა და ახლა განცხადების დაწერას რა უდგას წინო რა და დაწერ განცხადებას და წამოხვალო ბოლო რა აი ესე აღმოჩნდი მაგ სისტემაში დელტაში თავარი არის მშვიდობა. იმიტომ რომ ყველაფერს ფასი ეკარგება, ყველაფერს აბსოლუტურად. მშვიდობა თუ არ არის, აზრი არ აქვს არაფერს. ამიტომ პირველ რიგში ვუსურვებდი, რომ მშვიდობა იყოს. ჩვენ თაობასაც, უფროს თაობასაც, უმცროსაც, ყველას და მთლიანად ქვეყანას რა. საქართველოში მშვიდობა იყოს. თავარი ეს არის და ყველაფერი კარგად იქნება. 99% არის 1%-ზე გადარჩენისა. გაწყობს როგორც ეკადრება ქართულს კახა მიშელაძე მე მხოლოდ მინდა რომ ჩემშობლებს გადავწერო მე კარგად ვარ კახა კონტრაქტი შეიძლება გამონა შანიძე გოულები შესაძლოა გამოჩნდა შესაძლოა ვიდეო ვაი დარაი პატრონა